თბილისის აბრეშუმის გზის მეოთხე ფორუმი დასრულდა თბილისში. ჩვენ გვყავდა დელეგაციები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ევროპიდან, ასევე ჩინეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან. გეოგრაფია მართლა ძალიან დიდი იყო. საქართველოს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არის სტაბილურობის, მშვიდობის გარანტი რეგიონში და ასევე ადგილი, სადაც შეიძლება სხვადასხვა დაპირისპირებული მხარეც კი ერთმანეთს შეხვდეს და გაიმართოს დიალოგი, ხელი შეუწყოს ზოგადად რეგიონის განვითარებას. Ქონდა ძალიან შედეგიანი პლატფორმა დიალოგის, რომელიც კონკრეტულ შედეგებს მოიტანს ბიზნესებისთვის, რაც საბოლოოდ ეკონომიკურ აქტივობას კიდევ უფრო ხელს შეუწყობს. ჩვენ გვინდა ზუსტად ეს, რომ ჩვენი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ისევ კერძო სექტორის დახმარებისკენ, მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ გქონდეს მეტი სავაჭრო ბრუნვა, მეტი ინვესტიციები, ეს კონკრეტულ შედეგებში გადაითარგმნოს და დარწმუნებული ვარ, რომ აბრეშუმის გზის ფორუმი ამ მიმართულებითაც იყო ძალიან წარმატებული.